მოგესალმებით, ეხლა ვიმყოფებით დინო პერფორმანსში, როგორც ჩანს, შემოყანა ჩემი მანქანა და დინო პერფორმანსი ჩანს. მოკლედ მაგ გამოწერილი გამშვები და რას ვაკეთებთ, ანუ ჯერ პირველ რიგში გამშვების გარეშე სტოკი რაც არის, ეგრევე წესთავთ და რა იმის საწერს ციფრებს, ანუ ასე ვთქვათ, რა ძალასაც გვაჩვენებს ნახავთ. მე დავაყენებთ აი ამ გამშვებს. ამ გამშვებს დავაყენებთ და ისიც გავტესტავთ და ნახავთ რა იქნება, ასე ვთქვათ, რა შედეგის მომცემი იქნება. მოკლედ აი ეს არის ერთი ნაწილი ჩვენი გამშვების, არ ვიცი ახლა ვიზუალურად ცუდი არ ჩანს და უკვე საქმეში არის მთავარი რაც იზავს. აქ პატარა ბრენდირებად, რომელსაც აწერია საერთოდ გვანახებთ Candy 46 აწერია, ну ჩემი მანქანის სახელი ასე რომ ვთქვათ. და ხო, ანუ დანარჩენ კადრებს ახლა ნელ-ნელა გადავიღებ და ვნახოთ რა გამოვა საბოლოო ჯამში. Короче, ეს არის 198 იმაზე საბურავზე. ვნახოთ რა, როცა დავაყენებთ რამე შედეგს ისა იძლევა თუ არა საერთოდ. და მეგობრებო, დასრულდა გამშვების დაყენება. დიდი ხანი გავიდა, რასაც ვაყენებთ, იმიტომ პრობლემა შეიქმნა, ძველ გამშვებზე იყო პრობლემა, იმიტომ რომ ბოლტები იყო ძალიან ჩაჭერილი და ძალიან გაუჭირდათ ბიჭებს მაგის მოხსნა. საბოლოოდ მოიხსნა და უმტკივნეულოდ არაფერი არც ჩაწყდარა და ასე შემდეგ. ამის ყველაფერთვის პირველ რიგში მადლობა, რომ ბოლომდე მიუძგნენ და რაღაცა ჯიგრულად გააკეთეს ყველაფერი. რაც შეეხება ახლა შედეგებს, ყველაზე საინტერესო ეს არის დღეს. მოკლედ, სამწუხაროდ უკვე ძალიან გვიანი არის და ნასტროიკის პონტი არ იყო. ნასტროიკის პონტიც კი არის, даже გასწორების პონტიც არ იყო. ეხლა რაც დაყენდა, მაგის სმესი აირია თავისთავად და სმესის ძალაგება ჭირდება. თუმცა სმესის გარეშე ცუდი შედეგი არ წამოიღო. დალაგების შემთხვევაში არის მინიმუმ 15 ცხენი, რაც მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ გამშვებზე არის საუბარი, ანუ გამშვები კოლექტორი რო შეიცვალო და 15, ანუ 10 პლუს ცხენი რო ამოიღო საბურავზე, მე მგონი ნორმალური შედეგი არის. აი ამ კოლექტორის ფასი იქნება 500 ლარი. უბრალოდ ეს ადგილზე არ მექნება, ჩამოტანი შემიძლია. შეიძლება ნაკლებ ფაშიც არ ვიცი ნახოთ. თუ რა თქმა უნდა ინტერესი გექნებათ. ხო, რაც შეეხება ხმა, ანუ მე მაგალითად პირადად ჩემი მუღა მიიყო, რომ ცხენი კაია გასაგებია, გავტესტეთ, რომ რაღაც შედეგს იძლევა, რაღაც არა იძლევა შედეგს. CR-ულზეც იძლევა. ხო, ეხა სმესარეულზე რა, ანუ 5000 აბაროძე იძლევა ძალიან კარგ შედეგს რა. აი მან ჩანს, რომ დაახლოებით 15 ცხენი არის. უბრალოდ მე ბოლოსკენ უკვე ეს არევა იწყება ასე ვთქვათ სმესის და მაგის გამო ნუ ვერ ვაფიქსირებთ იმ შედეგს, რაც უნდა იყოს საბოლოო დინოზე რა. რაც შეეხება ხმაც არის გადაღებული, არ ვიცი ვიდეოში ვნახოთ თუ გამოჩნდება. სტოკი ხმა სულ სხვანაირი იყო, ეხა უფრო ესე რომ ვთქვათ, ცოტა აგრესიულად ხმუის რა. მე მაგრამ გამისტორდა. თორე რავი. Короче, ეხა გავტესტოთ ხმა. მე მგონი სხვა ხმა არის. მოკლედ სულ ეს იყო. თუ ვინმე რამე დაგაინტერესეთ და აკომენტარეთ, დღეს ვიყავი როგორც გითხრათ დინო პერფორმანსში, ეს არის ვარკეთილში. შეგიძლიათ ამ კაი ადამიანთან მოხვიდეთ, გაგიტესტავთ მანქანას, ნასტროიკაც არის და რა ვიცი, თუ მიხვალთ, აუცილებლად კარგად დაკმაყოფილად ჩატარდება ყველაფერი ისე როგორც საჭირო იქნება რა თქვენს მანქანაზე. მე კიდე დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ზოგადად მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და გინდათ გაგიზიაროთ, რასაც ვიღებ და რასაც ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ თუ გინდათ გადავიღებ ხოლმე, უბრალოდ ამისთვის აუცილებელია რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და რავი, დაგემშვიდობებით დროებით. მადლობა.